კახეთში 33 ღვინის კომპანია მეღვინეებისაგან ყურძენს შეუფერხებლად იბარებს. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა ისაუბრა, არსებული ინფორმაციით უკვე დამუშავებულია 5000 ტონამდე ყურძენი. ქარხნები 1 კილოგრამ ქაცითელში 1 ლარსა და 15 თეთრს, 1 კილოგრამ საფერავში კი 2 ლარსა და 30 თეთრს იხდიან. დავითაშვილის თქმით, წელს საფერავის მაღალი ფასი მასზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. მსურველებს ვრცელი სტატისტიკისა და სხვა ინფორმაციის მიღება ღვინის სააგენტოს ვებგვერდზე georgian-wine.gov.gr-ზე შეუძლიათ. სახელმწიფო არანაირად არ ერევა ფასის ფორმირებაში. ფასი არის ურთიერთშეთანხმების საგანი მყიდველსა და გამყიდველს შორის, ღვინის კომპანიებსა და მევენახეებს შორის. აქედან გამომდინარე, მე მინდა ვთხოვ ყველას, რომ არ ავყვეთ იმ ხმებს, რომელიც დადის, რომ სახელმწიფო აფიქსირებს რაიმენაირად ფასს. სახელმწიფო ამ პროცესისგან აბსოლუტურად დისტანცირებულია. ჩვენ შევქმნით მინიმალური გარანტირებული პირობები, რომლის მიხედვითაც 1 ლარი გარანტირებულია ყველა ჩამბარებლისთვის. ამავე დროს ამის ზემოთ ეს არის ურთიერთშეთანხმების საგანი, სადაც მევენახეებმა და ღვინის ჩამბარებელმა ღვინის დამამუშავებელმა კომპანიებმა უნდა მოილაპარაკონ ფასზე.